გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, გავაგზავნოთ ჩვენი დანების გაახელვა, როგორც შეგვირდით, ახლა უკვე სულ ორი დანა მაქვს წარმოდგენილი თქვენთვის, მაგრამ ორივე ვფიქრობ საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელებია. მოდი შევხედოთ, პირველი ავიღე Spider-Com, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრენდი და მოდელიც ისეთი ავიღე, განსხვავებული რა, ბუჩვალატონის დიზაინით, ნახეთ რა საოცარი დანა დააკვირდით და თავად გამოიტანეთ, დასკვნა როგორი დანა არის ძველი სკოლა. მაგრამ თავის დროზე რომ რაც კოსმოსიდან დითვლებოდა და ამიტომ დღემდე ამ დონის დანები არ კარგვავს, ვიცი, აუთენტურობას და ხარისხს და ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა ნივთის მოყვარულთათვის, რა თქმა უნდა. დავაკვირდეთ ახლა აი ტარის მასალა, ესეთი გაპრიალებული ჯიათი და ფოლადია. ეხლა ახალ დანებში ძირითადად ტიტანებია ხოლმე ჩანართებში. აი ეს ლაინერები და აი ეს ტარის ბოლსტერები არის ფოლადი, მაგრამ ეს გაპრიალებული ფოლადი და ჯიათი ისე გემონებით და ისე ლამაზად ერწყმის ერთმანეთს, რომ ვფიქრობ არ მგონია ვინმე დაიწუნოს ყოველ შემთხვევაში. ფოლადი გვაქვს S30V CPM-ი და აი ესეთი ლამაზი სატინით, სხვადასხვა გრაინდებით, ნახეთ სხივზე როგორ გათხელებულია და კონსტრუქცია აქვს ძალიან საინტერესო, კარგად აქვს გადაწყვეტილი ვალატონს, როგორ ეყრდნობა მთლიან კორპუსს, ძალიან მყარი და ძლიერი დანაა რა. შემდეგი მოდელი კი გახლავთ აი ეს ოლამი კი ავიღეთ. Wayfarer-ი, მექანიზმი ფლიპერი. დააკვირდით უბრალოდ რა ლამაზია. ეხლა გეტყვით აქ რა ხდება, გვაქვს მწვანე კარბონი, აი ესეთი ულამაზესი, არ შემხედრია პრინციპში სხვა დანაზე მსგავსი კარბონი, ალბათ ან იშვიათია, ან უბრალოდ არ არის მეტი, ძალიან კარგია რა და აი ეს ტიტანის ეს ანოდირება და დაფარვა თვითონ ამ ბრენდის დამფუძნებლის მოფიქრებულია. მისი ექსკლუზივია, ესე ვთქვათ, ახლა უკვე აქ შემხვდა რაღაც დანებზე, მაგრამ ამ ადამიანის მოფიქრებულია. ფოლადი გვაქვს აქ CPM S90V, აი ეს გამხსნელი თამსტადი მოძრაობს, მოყვება თავისი მომხსნელი კანჩი და შეგიძლიათ იცე მოირგო, როგორც გინდა და ფლიპითაც შესანიშნავად იხსნება. დეტენტი ისეთი აქვს, დეტენტის შარიკი რა თქმა უნდა კერამიკულია და აი ოდნავი თითის მიდებაც კი საკმარისია, რომ დანა ბოლომდე გახსნილია და წყობშია სამუშაოდ მოსულდა ხელს ერწყმის შესანიშნავად. და როგორც ვიცით, ოლამიკის დანები ტრადიციულად დამზადებული მხოლოდ ერთი ცალი გვაქვს ეს დანა. ხო. ვიცი, მე მგონი საინტერესო დანები გამოგვივიდა მეგობრებო. ხო, და მესა რა ქვია, შეგავაგზავნებთ ამ სერიას, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ხვალზე ისევ ჩავწერ სხვა ვიდეოს. დღეისთვის სულ ეს იყო რა, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ ყველას.